ხუთი დღის განმავლობაში საზოგადოება თვალსაჩინებდა უცხოური სპეცსამსახურების მიერ წინასწარ დაეგმულ კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ, რომლის მიზანი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის შერყევა და საქართველოს რეპუტაციის დაზიანება იყო. ეს ისეთი ბრალდებაა, რომ გვერდზე გადავდოთ რა ყველაფერი, ისეთი ბრალდებაა, რომ თუ ეს რაღაცა სიმართლეს ოდნავ შეესაბამება, თუნდაც ეჭვი გამართლებული მაინც თუ არის, საერთაშორისო ორგანიზაცია იმის ქიმიური იარაღის არ გავრცელების რაღაცის და ის უბრალოდ გამოძიებას დაიწყებს ჩვეულებრივად. ამიტომ არ იყო კაცო ერაყში ომი რომ დაიწყეს და თან ერაყში მოიტყუეს, ანუ ამერიკელებმა არ ქონდა და მაინც რომ დაიწყეს საბაბი იყო. სირიაში დაბომბვა ამერიკელებმა დაიწყეს, იმიტომ რომ ქიმიური იარაღს ვიყიდებდნენ. ანუ ისეთი რაღაც არის, რომ თუ ვაფშე გაქვს, უკვე დანაშავე ხარ. ხდები, ანუ ისეთი ბრალდებაა წაყენებული, ის კი არა რომ იყენებ თუ არა, რომ გაქვს უკვე დანაშაულია. ქვეყნის შიგნით ამ კამპანიაში აქტიურად ჩაერთვნენ ჩვეული ეჭვმიტანილები, ანუ უცხოური აგენტურა, რადიკალური პარტიების, რადიკალური მედია საშუალებების, რადიკალური NGO-ებისა და რადიკალი პოლიტიკური აქტივისტების სახით. დიახ, ეს არის ტერორისტული აქტი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, თუ ამ ქიმიური შემადგენლობის გამოყენება საბოლოოდ დადასტურდა. დღეს ყავს ხელისუფლება, რომელიც ესეთი ტერორისტული მეთოდებით ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას. ქიმიური ნივთიერება, რომლის გამოყენებაში ჯერ ბრიტანულმა მოწყობილმა, ხოლო შემდეგ კონკრეტულმა დაინტერესებულმა პირებმა და პროპაგანდისტულმა მედია საშუალებებმა საქართველოს ხელისუფლებას დასცეს ბრალი, არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ტოქსიკური საშუალება, რომელსაც იმდენად მწვავე გვერდითი ეფექტები ახლავს, რომ თეორიულად მისი გამოყენების შემთხვევაში ძალადობრივი აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობას წარუშლილი კვალი დაეთყობოდა. მეტიც გამიტის ზემოქმედება ალბათობის მაღალი ხარისხით ლეტალურ შედეგსაც გამოიწვევდა. ამ ფონზე საქმეში არ არსებობს არც ერთი შესაბამისი დაზარალებული. ბრიტანული მაუწყებლის მიერ მომზადებული რეპორტაჟი არაერთ დადასტურებულად ყოველ ბრალდებას შეიცავდა, რომელთაგან ყველაზე გრძნობიარე ბრალდება აკრძალული ქიმიური ნივთიერების კამიტის თითქოს და გამოყენებას უკავშირდებოდა. ჩატარებული გამოძიებით უთუღურა დადასტურდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ნივთიერება საქართველოში არათუ არასდროს გამოუყენებია, არამედ არც არასდროს შემოუტანია. გარდა ამისა, გამოძიებამ უთუღურა დაადასტურა, რომ შარშან მოძალადე მომიტინგეების დაშლისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არა მხოლოდ კამიტი, არამედ არც ერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია. მე არ ვარ ეგეთ გულუბრყვილ, რომ ჯეროდეს იმის, რომ მთავრობა გამოიძიებს სავარაუდოდ დანაშაულს, სავარაუდოდ მათ მიერ ჩადინილს და რაღაც ობიექტურს დაგვიდებს მაგიდაზე, ხო, ამას თავი დავანებოთ. წარმოვიდგინოთ ვითარება, როცა ჰიტლერს სთხოვენ გამოიძიოს ობიექტურად გენოციდის დანაშაულები. იგივეა ივანიშვილის შემთხვევაშიც. ის არის დამნაშავე, ის არის ბრძანების გამცემი და შესაბამისად ის საკუთარ თავს ვერ და არ დასჭის. ნულოვანი ნდობა არის პოლიტიკური პოლიციის მიმართ, რომელსაც 5 დღე დასჭირდა იმისათვის, რომ ეს ეგრეთ წოდებული კეთილი ზღაპარი მოეფიქრებინათ ხალხისთვის. რა თქმა უნდა, არანაირი ნდობა მათ არ აქვს. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, კონკრეტული პირების მხრიდან უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, ამ მიმართულებით ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები გაგრძელდება. ყველა ის პირი თუ პირთა ჯგუფი, რომლის მიმართაც მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა შეიკრიბება და დადასტურდება, რომ მათი მიზანმიმართული ქმედებებით უხეშად ზიანდებოდა საქართველოს ეროვნული ინტერესები, საერთაშორისო იმიჯი და რეპუტაცია და მათი ქმედებები საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხალხობისკენ იყო მიმართული, კანონის თელი სიმკაცრით დაისჯება. დამიბარეს ხოსუსში, თუმცა განაცხადე უარი მის ხოლზე, დავიკითხე პირდაპირ სასამართლოზე. თან ასევე მინდა თქვა, რომ გამოძიება არის დაწყებული ორი მუხლით. მეორე არის თანამშრომლების ძალის უფლებამოსილების გადამეტება. ანუ გავიდა 1 წელი მამებიდან და მხოლოდ ახლა დაიწყეს ძალის გადამეტების გამოძიება, რაც მოხდა. ანუ არ გამოსულიყო ეს BBC-ს ფილმი, არც აპირებდნენ ალბათ მაგაზე გამოძიების დაწყებას. 19 მუხლით გაგრძელებას პირველ რიგში ეს დღეებია ვამბობ, რომ ნებისმიერი სამეცნიერო ნაშრომი ვერ შეიძლება გახდეს ვერანაირი დევნის საფუძველი, არ უნდა გახდეს დევნის საფუძველი, თუმცა ამ ეტაპისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო დაბარებული, ხო, როგორც მკვლევარები, ასევე მონაწილეები და შესაძლებელია იყოს ეს ყველაფერი უბრალოდ დაშინების ტაქტიკა, თუ მეტი იქნება გავიგებთ ამ დღეებში, ხო? ფილმში მე უბრალოდ ხვები თუ რა დამემართა მე, რა გადამხდა. როგორ გადარჩით, ხო? კი ბატონო. რო აკადემიური თავისუფლება არის ახლა თავდასხმის ქვეშ, არა მარტო ამ ხრივ. ის ბრჭყალებში რეფორმები, რაც იგეგმება, ასევე ამას ემსახურება, რომ კონკრეტული აკადემიური თავისუფლებები შეიზღუდოს ადამიანების კუთხით და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამას მივაქციოთ ყურადღება, ხო და ბევრი მკვლევარი
როდესაც რაღაც საკითხს იკვლევ და შემდგომ ამ სამეცნიერო ნაშრომად აქცევ ამას, ეს ვერანაირად ვერ უნდა იყოს რაღაცა კონკრეტული სამართლებრივი ან პოლიტიკური დევნის საფუძველი, მით უმეტეს რასაც თქვენ ამბობთ იმ მუხლით. ხო, აქედან გამომდინარე ამ ხრივ უნივერსიტეტები უფრო ხმამაღლა უნდა საუბრობდნენ, პროფესორები უფრო ხმამაღლა უნდა საუბრობდნენ, ექიმები, რომლებიც კვლევაში არიან ჩართული, ნებისმიერ ტიპის კვლევაში უნდა ხმამაღლა საუბრობდნენ, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელია, რომ ადამიანს რაღაც უბრალოდ მთავრობას არ მოეწონოს კონკრეტული ადამიანის კვლევა და ეს ადამიანი მერე ამ ადამიანის დევნა დაიწყოს.